მოგესალმებით საღამოს 9 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე წარმოვიდგენ. რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ვინ მოკლა 46 წლის ბიზნესმენი? შეკვეთილი მკვლელობა რამდენიმე წუთში. ისმა გვარმა გაიჟღერა, მაგრამ მინდა თქვა, რომ ეს არის სრული აბსურდი. ეს არის შეთქმული ბრალდება, შეთქმული ჭორები. მოკლულად გამოცხადებული ლაშა ჩოფიკაშვილის საქმის მოსამართლე პროკურორის უკანონო დავალებებს ასრულებდა. მოსამართლის აღიარება და მეცხრე არხის ექსკლუზივი. 2009 წელს გამიშვეს რეზერვში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბრმად არ ვასრულებდი მათ მოთხოვნებს. რუსთავის შესაძლოა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს. სოკარ ჯორჯიას ხელმძღვანელობას რუსთავგაზის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. ცნობილი ქართველი მომღერლით გამოძიება ინტერესდება სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საქმე ეხება ნოემბერში თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ პავლიაშვილს დანაშაულის შემკვეთა დასახელებენ. 24 ნოემბერს საკუთარ მანქანაში მოკლულ ავთანდილ ადუაშვილთან რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. მკვლელობის ფაქტზე უკვე 6 პირია დაკავებული, რომლებიც სასამართლოს წინაშე დღეს პირველად წარდგნენ. პროცესი ხმაურიანი აღმოჩნდა. მომღერალ სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე აღიძრა. ინფორმაცია პროკურატურამ მეცხრეახს ოფიციალურად დაუდასტურა. მკვლელობა 2012 წლის 24 ნოემბერს სავაჭრო ცენტრ ქარვასლასთან მოხდა. ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. პოლიციამ მალევე დააკავა მკვლელობაში მონაწილე 6 პირი, მათ შორის სოსო პავლიაშვილის სიწე ვახტანგ ჩხაპელია. იყო ესეთი ჩვენება, რომ იმის იყო შეკვეთა. ანუ ვისი სოსო პავლიაშვილის თუ ხო, პავლიაშვილის. ანუ პავლიაშვილმა შეუკვეთა ეს მკვლელობა? ხო, ესეთი ჩვენება მარტო. იმის გათვალისწინებით, რომ ესეთი მამხილებელი ჩვენებები იყო საქმეში. იმ ძირითადი საქმიდან, ანუ ჩაპელიას, ყურვასა და სხვათა ბრალდების საქმიდან, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე რუსეთის მოქალაქეა. საქართველოში ჩამოსვლას პირდაპირ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირების საქმის მოსმენა დღეს საქალაქო სასამართლოში შედგა. სასამართლო პროცესს 6-ვე განსაჟელი ესწრებოდა. ადვოკატების ინფორმაციით დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ. როგორც ჩვენ ვართ ამ საქმეში დანაშაულოები, ისე არანაირ შეხება არ აქვს პავლევის სასაქმეს. ზოგიერთი მოწმის, ასე ვთქვათ, ირიბი მოწმის ჩვენებით სადღაც მისმა გვარმა გაიჟღერა, მაგრამ ეს არ იყო პირდაპირ იმტკიცებულება. საქმეში ჩავერთე მოგვიანებით, სწორედ ამიტომ ვითხოვე დღეს სასამართლოს სხდომის გადადება. იკურებს თუ არა საქმეში სასამართლოში. მე ახლა ვავღოთ უდანაშაულობის პროცესს. სასამართლო პროცესს მოკლულის ნათესავებიც ესწრებოდნენ. დარბაზიდან გამოსულებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ავთანდილ ადუაშვილის ოჯახის წევრები მკვლელობაში სოსო პავლიაშვილის მონაწილეობაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდნენ. გაუგებარი და რთული საქმე. იცით, აი ძალიან საწყენი და აი ძალიან მეწყინება, რომ იქ მივიდა, სადაც ყველა მეკითხება. ანუ სოსო პავლიაშვილი ანუ ხალხი მეკითხება, რომ ქალაქში მუსირუით, აი დადის ეს ხმები რაღაცნაირად. მოკლული ავთო ადუაშვილი სოსო პავლიაშვილის ბავშვობის მეგობარი იყო. მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მომღერალმა საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ მომხდარით თავზე დაცემული იყო. მე და ავთო ოჯახებით მეგობრობდით. მას თავისი საქმე კარგად გამოსდიოდა და ჰქონდა რესურსი, რომ უფრო დიდი ბიზნესით წამოეწყო. სამწუხაროდ არ ვიცი რა მოხდა თბილისში. ვის დაჭირდა ამის გაკეთება. ავთო ჩემთან რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა. მეცხრე არხის სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. იმის გამო, რომ სოსო პავლიაშვილი საქართველოში არ იმყოფება, მისი დაკითხვა ვერ ხერხდება. მომღერლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა მას შემდეგ ახორციელდება, რაც დაკავებული 6 პირი სასამართლოს ჩვენებას მისცემს. სკანდალური საქმის განხილვა 12 აპრილს განახლდება. კიდევ ერთი გახმაურებული საქმე მეცხრე არხის ექსკლუზივი და აღიარება 7 წლის შემდეგ. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დღეს ის მოსამართლე ჩაწერა, რომელიც მოკლულად გამოცხადებული მოქალაქის საქმეზე მუშაობდა. სწორედ ნუნუ ნემსიწორიძე მიუსაჯა ალექსანდრე ბახუტოვს არარსებული დანაშაულისთვის პატიმრობა. წლების შემდეგ მოსამართლე პირველად აღიარებს, რომ გადაწყვეტილება პროკურატურის ზეწოლით მიიღო. კახეთში 2006 წელს მომხდარი გახმაურებული შემთხვევის გამო პროკურორი უკვე მისცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.
ნუნუ ნემსიწვერიძე თელავის სასამართლოს ის ყოფილი მოსამართლეა, რომელმაც ალექსანდრე ბუხუტოვს განზრახ მკვლელობის ბრალდებით პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე თვეში კი აღმოჩნდა, რომ ლაშა ჩოფიკაშვილი, რომლის მკვლელობაშიც ბუხუტოვს ედავებოდნენ, ცოცხალია. მეცხრე არხმა მოსამართლე დღეს ექსკლუზიურად ჩაწერა. განმარტავს, რომ იძულებული იყო პროკურატურის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. მე მაინც დაუსვი მას კითხვა, ნამდვილად მოკლა თუ არა ლაშა ჩოფიკაშვილი. იყო თუ არა დარწმუნებული, როდესაც მას დაარტყა, რომ ის ნამდვილად მკვდარი იყო. მან განმიმარტა, რომ ნამდვილად მოკლა. უფრო მეტიც თქვა, რომ დამარხა, შემდეგ ამოთხარა, ურიკით მიიტანა მდინარე სტორში და წყალს გაატანა. არავითარი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა. განსხვავებით იმისა, სხვა საქმეებზე ყოფილა. მე არ უარყოფ, რომ ამ წლების განმავლობაში ყოფილა კიდევაც მე 2009 წელს გამიშვეს რეზერვში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბრმად არ ვასრულებდი მათ მოთხოვნებს. 7 წლის წინ მომხდარ გახმაურებულ საქმეში კიდევ ორი მოქმედი მოსამართლე ფიგურირებს. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ ჩოფიკაშვილის არარსებული მკვლელობის დაფარვისათვის 3 პირი გაასამართლა და პირობითი პატიმრობა შეუფარდა. ნათელა ჯაშიაშვილმა კი ბუხუტოვს პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. ორივე მათგანი მოქმედი მოსამართლეები არიან. ვალერი ცერცვაძე არის იუსტიციის საბჭოს დივანი, ჩემო გარბო. დიახ, ამჟამადაც არის და ისინი მარადიულები არიან, მე მგონია. და ანუ ერთმანეთი ვინებიან. მაუნდა ახლობლობენ და ეს იცით რა, მე არ ვმალავ, რომ ეს იყო, ეს ქალი იყო აქ, როგორც აი ზედამხედველობდა ყველა დანარჩენ რეგიონში სასამართლოებს. ვძრად გამოცხადებული ლაშა ჩოფიკაშვილის ადვოკატი მოსამართლეთა პასუხისმგებლობაზე საუბრობს. გაგი მოსიაშვილს მიაჩნია, რომ მოსამართლეებს საკითხი უნდა გამოეკვლიათ. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბახუტოვის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით და გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებული საპროცესო შეთანხმება შესაძლებელია გახდეს სამართლებრივად მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველი. ეს ბუხუტოვის საქმის პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილია. მეცხრე არხთან კომენტარს არ აკეთებს. პასუხისგებაშია მიცემული და გამოძიებასთან თანამშრომლობს. საქმის კიდევ ერთი ზედამხედველი პროკურორი თამაზ საბუტაშვილი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრია. ჩვენ ვერაფერს ვიტყვით ისეთ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ბატონი თამაზის ადრინდელ საქმიანობას ეხება ეს და არა საკონსტიტუციო სასამართლოს. ყოფილი პროკურორი ზურაბ ჯავახიშვილის გარდა საქმეში მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები ფიგურირებენ. მოხდება თუ არა მათი პასუხისგებაში მიცემა და რა მექანიზმით ჯერჯერობით უცნობია. ხმაურიანის ხდომა საკრებულოში ზალ სამადაშვილი თანამდებობას ინარჩუნებს. 24 წინააღმდეგი და არც ერთი მომხრე ასე დასრულდა კენჭისხრა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი იყო გასული. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით დაყენებული საკითხი ჩავარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამადაშვილს მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვეღარ გადააყენებენ. მოქმედ თავმჯდომარეს თანაგუნდელებმა თანამდებობაზე ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს. ასეთია ოპოზიციის პოზიცია, რომელიც პროტესტის ნიშნად დღევანდელ კენჭისხრაში არ მონაწილეობდა. თქვენ ბატონოზა მართლა გინდათ გადადგომა? ხმაურის საკრებულოს ხდომაზე ირაკლი შიხიაშვილის შეკითხვას მოჰყვა. საკრებულო გადაწყვიტოს, უნდა იყოს სამადაშვილი თავმჯდომარე თუ არა? არა, რატო? ისი საკითხი დადეთ? კაცი, რომელიც მოქმედი თავმჯდომარის საკითხს სვავ, სადაური რამეა. ხანა, ეთამაშები თბილისელი, ეს ქალაქი ვერ გავიგეთ, ფეხის ქუზე ვერ გაკეთე. საკრებულოს ხდომაზე ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ ზალ სამადაშვილის გადაყენების შესახებ საკუთარი ინიციატივა თავადვე ჩააგდო. 24 მოწინააღმდეგე არც ერთი მომხრე. ასეთი შედეგით დასრულდა დღევანდელი კენჭისყრა. პროტესტის ნიშნად ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ნაციონალური მოძრაობის ფარსი ასე უწოდებს საკრებულოს ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას. უმრავლესობა კი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც დღის წესრიგში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დადგა. ეს იყო ფარსი, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო არა ვინმეს გათავისუფლება თანამდებობიდან, არამედ 90 დღით უბადრუკად სამარცხვინო შენარჩუნება
ძალაუფლებისა თბილისში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო არა კონკრეტული პოლიტიკური мотиваცია, არამედ პანიკური შიში, რომ ისინი დაკარგავდნენ ხალხის დაკვეთის მიხედვით ძალაუფლებას თბილისშიც. ის პროცესი, რომელსაც პოლიტიკური ნამდვილად არ ჰქვია, ის ბინძური პროცესი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მიდის საკრებულოში, სხვადასხვა საკრებულოს წევრების დევნა, ზეწოლა, გადმობირება, რომელიც ხორციელდება, ლოკალური ამოცანა, მასე აქვს ერთი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება. თვითონ პიროვნულად ძალ სამადაშვილისთვის ეს თანამდებობა, როგორც მან განაცხადა და როგორც მას იცნობს საზოგადოება, არ წარმოადგენს ისეთ რამეს, რასაც შეიძლება ადამიანი ჩაებღაუჯოს. დღესვე საკრებულოს ხდომაზე თვითმმართველობის რეფორმების დროებითი კომისია შეიქმნა, რომელსაც მამუკა კაციტაძე უხელმძღვანელებს. თბილისის საკრებულოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამ რეფორმას ერთგვარად მხარეაობას საკუთარი წინადადებების შესთავაზოს იმ სტრუქტურას, კერძოდ პარლამენტს თუ სახელმწიფო კომისიას, ვინც იმსჯელებს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. რეფორმას, რომელიც უნდა განხორციელდეს 2014 წლის შემდეგ, თუ როგორი იქნება საქართველოს თვითმმართველობა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტუალური საკითხია. აქედან გამომდინარე, დღეს შეიქმნა დროებითი კომისია, რომელსაც ბატონი მამუკა კაციტაძე უხელმძღვანელებს. დედაქალაქის თვითმმართველობის როლი ამ რეფორმის განხორციელებაში უნდა იყოს მნიშვნელოვანი. სამადაშვილის გადაყენების საკითხის გარდა საკრებულოს დღევანდელ ხდომაზე დეპუტატებმა კიდევ 24 თემა განიხილეს. საკრებულოს ერთი წევრის ხდომიდან პირდაპირ დაკითხვაზე წავიდა ხვიჩა სამუშია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იყო დაბარებული. სამუშიას შემდეგ გამომძებლებმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის ვახტანგ ცაგარეიშვილის დაკითხვა დაიწყეს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. დეპუტატების დაბარების მიზეზი უცნობია. თამარ გოგესაშვილი იმყოფება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობასთან. თამარ, ხომ არ დასრულდა ცაგარეიშვილის დაკითხვის პროცესი? ვახტანგ ცაგარეიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ გამომძიებლებს მასთან კითხვები სამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდათ, მათ შორის იყო პარტიის საქმიანობა. რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრებს, რომლებიც დღეს დაკითხვაზე იყვნენ დაბარებულები, დაახლოებით 7:30-ზე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდა ხვიჩა სანაია ადვოკატთან ერთად. მან საგამოძიებო უწყება შესვლიდა 9 საათში დატოვა და განმარტა, რომ გამომძიებლებთან მხოლოდ ტექნიკური დეტალები დააზუსტა. მე შეგახსენებთ, რომ სანაია საგამოძიებო უწყებაში დაბარებული იყო 24 და 25 იანვარს, თუმცა დაკითხვის დეტალებზე მას არც მაშინ უსაუბრია. დეტალები იყო დასაზუსტებული ძალიან მოკლედ. წინა დაკითხვებთან დაკავშირებით და რაღაც დეტალი იყო კონკრეტულად გაუხმაურებლის შესახებ. მაგ ხელწერილი დაწერილი და დიდი ბოდიშ. მე მაგეც თქვა, მაგეც ძალიან არა ერთ ტექნიკური დეტალები იყო მე კი არა. პარტიის მოძრაობასთან დაკავშირებით ხო არ იყო პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ტექნიკური დეტალები იყო და დასაზუსტებელი. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკითხვაზე დაბარება საპარლამენტო უმცირესობის წევრები პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ყველა საჯარო მოხელე, რომელთანაც კითხვა აქვს გამოძიებას, ვალდებულია უპასუხოს გამოძიების კითხვებს და მათ იმუნიტეტი არ იცავს. დღეს კიდევ ერთხელ გვიწევს საუბარი იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება თვითმმართველობის ორგანოებზე, რომელიც ხორციელდება განსაკუთრებით ამ ბოლო დროს თბილისის საკრებულოს მისამართით და ამას უკვე აქვს სისტემური ხასიათი. ამ სქემაში, ზეწოლის ამ სქემაში ჩართულია ძირითადად საგამოძიებო სტრუქტურები და ძალოვანი სტრუქტურები. მინდა გითხრათ, რომ დღეს 12 საათისთვის ერთდროულად სხვადასხვა საქმეზე, სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა საგამოძიებო სტრუქტურასთან, მაგრამ ერთდროულად 12 საათზე დაბარებული იყო 7 წევრი თბილისის საკრებულოს. თუ ეს კითხვები სწორედ გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი გარკვეულ პოზიციებზე იყვნენ და ამასთან დაკავშირებით შეიძლება რაიმე შემხებლობა, რაიმე ქმედებებთან ჰქონდათ, რა თქმა უნდა, სრული ლეგიტიმური ინტერესია ეს გამოძიებისთვის და პირიქით მათი ვალდებულება მიბრძანდნენ და ჩვენებები მისცენ. და ის რომ ეხა ამოეფარონ რაღაც პოლიტიკურ თამამდებობას, სწორედ ეს არის მიუღებელი.
ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურში დღეს ნაციონალური მოძრაობის 5 წევრი იყო დაბარებული, თუმცა მათგან დაკითხვაზე მხოლოდ 2 გამოცხადდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ საკრებულოს წევრებს ტელეფონით შეატყობინეს დაკითხვასთან დაკავშირებით, თუმცა ისინი დღეს დაკითხვაზე არ გამოცხადებულან. საკრებულოს დეპუტატების დაკითხვის შესახებ თამარ გოგესაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საიაკე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის პოზიციის მოსმენას ელოდება. 1 საათის წინ გენინსპექციაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მივიდა. კახა კოჟორიძე უწყების წარმომადგენელს უნდა შეხვდეს და გაიგოს, რა ეტაპზეა ბათუმში მომხდარი ინციდენტის გამოძიება. საუბარია გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებსა და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიაშორის დაპირისპირება მოხდა. თამთა ჯანაძეს ვრთავთ გენერალური ინსპექციიდან. პირდაპირ ეთერში თამთა ხომ არ გამოვიდა კახა კოჟორიძე უკვე გენინსპექციის შენობიდან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომელსა და აჭარის პოლიციის უფროს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის დასკვნა ამ დრომდე უცნობია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დასკვნაში სავარაუდოდ აისახება გენერალური ინსპექციის დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით რეალურად მოხდა თუ არა იმ პირის განადგურება, რომელთაც მტკიცდებოდა პოლიციის უფროსის ბრალეულობა. როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს ახალგაზრდა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა, ის უკვე შეხვდა მინისტრის წარმომადგენელ მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას, რომლისგანაც მიიღო გამოძიების ობიექტურად ჩატარების პირობა. კახა კოჟორიძე ასევე აცხადებს, რომ გავრცელებული პირებით ნაცვლად ჩანს, რომ რეალურად საქმე ნამდვილად ჰქონდა დაპირისპირებასთან, თუმცა ის კვლავ აცხადებს, რომ დაეძლოდება გამოძიების შედეგებს. მე და ჩვენ თანამშრომელი დღეს ვხვდებით გენერალური ინსპექციის წარმომადგენელს, კონკრეტულად გვარზე დასახელი მართლა არ ვიცი. რა თქმა უნდა, საკითხი შეეხება ბათუმის ინციდენტს. როგორც დღეს მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე ითქვა, დღეს გენერალური ინსპექცია დაასრულებს მოკვლევას ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ ველოდებით ახლა ამ მოკვლევის შედეგებს, რა შედეგები დაიდება გენერალური ინსპექციის მიერ. დღეს ბათუმში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, მათ მოაწყვეს აქციას ისინი პროტესტს უცხადებენ პროცესს, რომელსაც აწარმოებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მოითხოვენ სამართალდამცავი ორგანოებისგან ობიექტურ გამოძიებას. პოლიციის მიერ ვიდეო მასალის ანუ მტკიცებ გუშინდელი დღიდან მოყოლებული თქვენ აკვირდებოდით, რომ ალბათ წუთი და წამი არ ყოფილა, რომ ეს ტერიტორია, სადაც ბოლო კადრები შეიძლება იყოს იმ სიმართლის სამსახველი, რომელთაც მტკიცდება საიას წარმომადგენლების უდანაშაულობა, იმ კონფლიქტურ სიტუაციაში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, რომ მიგვეღო. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ არც გენინსპექციის წარმომადგენლები და არც შესაბამისი სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ჩვენი არაერთის მოთხოვნის მიუხედავად არ მოვიდნენ და არ გამოეხმაურნენ ჩვენს მოთხოვნას. როდესაც აქვეყნებ კადრებს და კარგად რო დააკვირდე, იქ ჩანს, რომ თელიამ აშკარად უპატივცემლად მოექცა და ფიზიკურადაც შეეხო საიას ოფისის ბრძოლს. ცოტა უკვე მე პირადად როგორც ერთ მოქალაქეს რჩება შტაბ-ეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანა, ესე თქვათ უხეშად ჩაერთო იმისათვის, რომ ეს ფაქტი მიეჩქმალა. დღეს აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც, მან აღნიშნულ ფაქტს ძალიან სერიოზული უწოდა და განაცხადა ასევე ისიც, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავემ აუცილებლად პასუხი უნდა ააგოს. ძალიან რთული შემთხვევა პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო, ჯერ მე მგონი მიმდინარეობს გამოკვლევა პროცესის, გენერალური ინსპექცია ჩართულია. მე ბატონ ვალერის ვესაუბრე და ის შეწუხებულია ამ ფაქტით. ნამდვილად ითხოვს გამოძიებას, სწორ გამოძიებას, ასევე არასამთავრობოების პოზიციას გასაგებია, ისინი უკვე უნდობლობას უცხადებენ ამ პროცესს ზოგადად. ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს, უნდა გამომჟღავნდეს გამოირკვეს ვინ არის დამნაშავე და თუ ამ შემთხვევაში გამოიკვეთება ბატონ ვალერის დანაშაული და გადაცილება, თქვათ, უფლება მოვალეობის, ამ შემთხვევაში უნდა დაისაჯოს, ვინც იქნება დამნაშავე, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მე აქ შეგახსენებ იმასაც, რომ აღნიშნულ ინციდენტს ადგილი გუშინ ბათუმში ჰქონდა. საიას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ქუჩაში მოძრაობის დროს პოლიციის უფროსმა მიაყენა
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გარდა ამისა მათ მიმართ მოისროლა ანთებული სიგარეტი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არანაირ შეხლა-შემოხლას რეალურად ადგილი არ ქონია და ისინი აცხადებენ, რომ საიას მძღოლი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. მეცხრე არხი ამ დრომდე რჩება გენერალური ინსპექციის შენობასთან და ველოდებით დასკვნას. მადლობთ, თამთა ის იყო პირდაპირი ჩართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და თამთა ჯანაძე. ხმაურიანი შეხვედრა და დაპირისპირება რუსთავგაზში სააქციო საზოგადოებაში ხვალიდან გაფიცვა იწყება. კომპანიის თანამშრომლები აქციებით და რუსთავისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებიან. პროტესტის მიზეზი სოკარ ჯორჯიას გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავგაზში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლებაა მოსალოდნელი. სიტუაციის გასანეიტრალებლად დღეს რუსთავში კორპორაციის ხელმძღვანელობა ჩავიდა, თუმცა შეხვედრა დაპირისპირებაში გადაიზარდა. ყოფილი მინისტრის მიმართ აგრესიის მიზეზი რუსთავგაზში მოსალოდნელი რეორგანიზაცია გახდა. სოკარის მიერ ახლად ნაყიდ 10 რეგიონულ გაზგამანაწილებელ კომპანიაში საკადრო წმენდის იდეის ავტორმა გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო. ახალი დირექტორის წარსადგენად რუსთავში ჩასულ ალეკო ხეთაგურს თანამშრომლობა გაფიცვის გადაწყვეტილებით უპასუხეს. სოკარი გაზის ხელმძღვანელობა თანამშრომლების მოსალოდნელ შემცირებას არ ადასტურებს. თუმცა ირკვევა, რომ პროცესი ატესტაციის მეთოდით წარიმართება. მეტი მომხიბლელობისთვის ანონსდება ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილებაც. არავითარი შემცირებები 1 აპრილიდან ჩვეულებრივ მიწვეულთა ხელშეკრულება გავუწევთ. ტყუილი არის. გარკვეული სახის რეორგანიზაციები იგეგმება, როგორც სხვა სოკარის კულტურულ კომპანიებში, გაზგამანაწილებელ კომპანიებში, ანალოგიური რეორგანიზაციები ჩატარდება ამ კომპანიაშიც. საკადრო შემცირების ბრძანება რეგიონულ კომპანიებში ცენტრიდან 1 კვირის წინ გაიცა. თანამშრომლების მესამედის გათავისუფლების მოთხოვნას 4 დირექტორი შეეწინააღმდეგა. მათი ნაწილი უკვე გაათავისუფლეს. რუსთავგაზის დირექტორის დათხოვნას კი სოკარის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება დასჭირდა. სოსო გულიტაშვილი დირექტივას თანხმდება, მაგრამ ფიქრობს, რომ შემცირებული კადრებით ამორტიზებული ქსელის უსაფრთხოების რისკი გაიზრდება. უბრალოდ მე ამდენ ხალხს ამხელა პასუხისგებლობას ვერ ავიღებდი ჩემ თავზე რა. ანუ ჩავთვალოთ, რომ მე ამაში სუსტი აღმოჩნდა. მოვა ახალი დირექტორი, ის გარაკურს გადაწყვიტავს, ამას გადაწყვიტავს რა თქმა უნდა სამეთვალყურეო საბჭოც, ახალი დირექტორიც ალბათ იმუშავებენ ისე, როგორც თვლის სოკარი საჭიროდ. რუსთავგაზის გაფიცვული თანამშრომლობის ერთ-ერთი მოთხოვნა დათხოვნილი დირექტორის აღდგენაც იქნება. დაგეგმილ აქციას შესაძლოა ქალაქისთვის ბუნებრივი აერის შეწყვეტაც მოჰყვეს. ანალოგიური მოთხოვნით მესამე დღეა გაფიცვულია ბოლნისის სადისტრიბუციო კომპანიაც. ახალი ხელმძღვანელი დღეს იქაც დანიშნეს. ნაციონალური მოძრაობაზე წოლის ფაქტებზე ალაპარაკდა. არჩევნებში დამარცხებული გუნდი ამტკიცებს, რომ მათ აქტივისტებს სკოლის დირექტორები ემუქრებოდნენ. საუბარია იმ 27 პედაგოგზე, რომლებიც შუალედურ არჩევნებში ნაციონალების სახელით საარჩევნო კომისიის წევრობას აპირებდნენ. საკითხით უკვე დაინტერესდა უწყებად შორისი კომისია, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი. ზეწოლის შემთხვევებს არც სკოლის დირექტორები და არც პედაგოგები არ ადასტურებენ. ეს ეხებოდა უშუალოდ 27 პედაგოგს, რომელმაც ერთდროულად უარი თქვა მონაწილეობას. ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის ოლქის საუბნო კომისიების წევრობაზე 27 პედაგოგმა უარი მას შემდეგ თქვა, რაც დირექტორებმა პოლიტიკური აქტიურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციის საფუძველზე უწყებათა შორისი კომისია განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს. არ დადასტურდა ასეთი კომუნიკაციის არსებობა და დღევანდელ შეხვედრაზეც დირექტორებთან სწორედ ამ თემაზე ჰქონდა საუბარი. კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ჩატარებულიყო ასეთი შეხვედრა და რეკომენდაციით მიმართა განათლების სამინისტროს განემარტა ერთის მხრივ სკოლის დირექტორებისთვის, რომ დაუშვებელია დაქვემდებარებულ პირთა მიმართ მუქარა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. შეიძლება ეს იყო რაღაც თვითონ მასწავლებლის აღქმა, ამიტომ პრევენციის მიზნით მოხდა ეს შეხვედრა, არ იყო დადასტურებული არც ერთი გვარი და სახელი და ვიზე იყო საუბარი, ჩვენ არ ვიცით. ნაძალადევის სკოლების დირექტორები და პედაგოგები პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ. ამბობენ, რომ კონკრეტული ფაქტი არც უწყებათა შორის კომისიას დაუსახელებია. ზოგადად იყო საუბარი, რომ უფლება აქვს ადამიანს
იყოს დამოუკიდებელი და არჩევანი გააკეთოს მან. კონკრეტულ სიტუაციაზე არ იყოს. ესეთ ფაქტებს არასდროს არ ქონია ეს ადგილი, რომ ვინმე პოლიტიკური შეხედულებების თვალსაზრისით შეზღუდულიყო. დავაპირებდი არჩევნებში მონაწილეობას როგორც კომისიის წევრი საოლქოდან. მაგრამ მე გავიგე თურმე რომ ორ საჯარო სამსახურში არ შეიძლება ყოფნა ერთდროულად. დავწერე განცხადება, რომ შემიწყვიტონ კომისიის წევრის სტატუსი, ის რომ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, არანაირი წვლილი არ მიუძღვის ამას დაბეჭ დირექციას. მხარდამჭერი პედაგოგების ეწოლაზე საუბრობს ნაწილადების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თუმცა პაპუნა დავითაია მათ ვინაობას არ ასახელებს. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდებთ ამ ადამიანებს თუ ჩვენ ვისაუბრებთ მათზე პირადად, მაგრამ როგორც გითხარით, ამის გადამოწმება თითოეულ თქვენთაგანს ნებისმიერ ჟურნალისტს თვითონაც შეუძლია. ის რომ ეს დირექტივა არ მოდის განათლების სამინისტროსგან, ეს არ მოდის მთავრობისგან, ეს არ მოდის ბატონი გიორგი მარგველაშვილისგან. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში 2006-2012 წლებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტების შესახებ 830 განცხადება შევიდა, თუმცა კონკრეტული საქმის შესახებ კომისიისთვის ამჟამად არავის მიუმართავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენთვის არ მოვმართავთ პედაგოგებს ეს თუ სხვა სფეროს ადამიანებს, რომელთა გათავისუფლებაც პოლიტიკური ნიშნით მოხდა. უწყებათა შორისი კომისია განათლების სამინისტროს მოუწოდებს პოლიტიკური ორგანიზაციების წევრი პედაგოგების საკითხი ყურადღების მიღმა არც არჩევნების დასრულების შემდეგ დატოვოს. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე რუსული წვრთნების შავ ზღვაში ვლადიმერ პუტინის მიერ 28 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. ფართომასშტაბიანმა სწავლებამ, რომელშიც სევასტოპოლში განლაგებული სამხედროები მონაწილეობენ, უკრაინაში უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. წვრთნების დაწყებით გაღიზიანებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც. ხედავენ თუ არა საფრთხეს საქართველოში, გიორგი მანჯავიძის რეპორტაჟი. 36 გემი, 7000 ჯარისკაცი და ავიაცია. რუსეთის მიერ შავ ზღვაში დაწყებულ ფართომასშტაბიან წვრთნაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის საფრთხეს ვერ ხედავს. ეს წვრთნები ბუნებრივია ჩვენს დაკვირვებას კიდევ უფრო აათმაგებს, მაგრამ საფრთხეს პირდაპირ საქართველოს არ გრძნობს ამ წვრთნებიდან და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი გეგმით ჩვენ სამხედრო წვრთნებს, სამხედრო აღმშენებლობას და ამას ვერავინ ერთ-ერთი ქვეყნის მიერ ჩატარებული წვრთნები ხელს ვერ შეუშლის. წვრთნაში ძირითადად რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მონაწილეობს, რომელიც სევასტოპოლშია განლაგებული. 2000-ზე მეტი მებრძოლი ჰაერით გადავისროლეთ. სამხედრო ხომალდები სევასტოპოლში შევიდნენ. 24 საათის განმავლობაში ისინი მაქსიმალური სიმძლავრით მიცურავდნენ. ასევე წვრთნებში საზღვაო ფეხოსნებით ჩაერთდნენ. 28 მარტს დაწყებულ ფართომასშტაბიან სწავლებას უკმაყოფილება მოჰყვა თავად უკრაინაში. წვრთნასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთხოვენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც. თუმცა უკრაინისა და ნატოსგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წვრთნის შეშფოთებული არ არის. რუსეთს წვრთნები შავ ზღვაში მანამდეც ჩაუტარებია, ასე რომ ეს სიახლე არ არის. ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უსაფრთხოების გამჭვირვალობის შესახებ ვენის დოკუმენტი შევიმუშავეთ. ნებისმიერმა ქვეყანამ შავ ზღვაში სამხედრო წვრთნების ჩატარებისას ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურები უნდა დაიცვას. შავ ზღვაში წვრთნის დაწყების შესახებ ბრძანება ვლადიმერ პუტინმა ყველასათვის მოულოდნელად 28 მარტს გამთენიისას 4 საათზე გასცა. ბრძანებიდან 15 წუთში შავი ზღვის ფლოტმა ფართომასშტაბიანი წვრთნა დაიწყო. შეიძლება დაუკავშიროთ ეს გარკვეულწილად პოლიტიკურ მიზანს, რომ ამით გარკვეული ზემოქმედება მოეხდინათ იმ წვრთნებზე, რომელიც ტარდება საქართველოში, ფედერალობაში მაგ ქართულ-ამერიკული წვრთნები. სწორედ აისაფის ფარგლებში ქართულ-ამერიკული წვრთნის Agile Spirit 2013-ის დაწყებას რამდენიმე კვირის წინ პროტესტი მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა Agile Spirit-თან რუსეთის მიერ შავ ზღვაში დაწყებულ წვრთნის დაკავშირებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს ირაკლი ალასანია. პირველ რიგში ესეთი პირდაპირ მიბმის საფუძველი არა გვაქვს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ჯარები ამ წვრთნებში ჩართული არ არიან. არც საქართველოს საზღვაო აკვატორია დარღვეული, მაგრამ თავისთავად რომ ეს წვრთნები შეუთანხმებელი იყო მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის დარღვევა, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის. ქართულ-ამერიკული წვრთნა Agile Spirit 2013 დღეს დასრულდა. თუმცა უცნობია რამდენ ხანს გასტანს ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაწყებული რუსული წვრთნა შავ ზღვაში.
რამდენიმე დღიანი ტყვეობა დასრულებულია ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს. საუბარია გორსა და კასპში მცხოვრებ სამპირზე, რომლებიც 26 და 27 მარტს რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აიყვანეს. უშენგი დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბელში 26 მარტს საკუთარი ხეხილის ბაღში ფიჩხის მოგროვების დროს. კასპში მცხოვრები ირა ხუბაევა და გორის მკვიდრი ანა გოგოლაევა კი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ გასათავისუფლებლად დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები აწარმოებდნენ. მე ვიყავი კიბარში, პირას წამოყენეს რუსებმა. მე ამიხვიეს სახე, გადამიყვანეს რომში. რომიდან ცხინვალში. 5-4 დღე ვიჯექი და მოვიდნე მაგაგიყვანოთ. მაგაგიყვანოთ და ჩვენ პოლიციამ წამომიყვანა სახში. წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ოსურ მხარესთან. დღეს 12 საათზე მათ გადმოგცეს უშანგი დოთიაშვილი, რომელიც დაკავებული იქნა 3 დღის წინ რუსის სამხედროების მიერ გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე დღეს 4 საათზე მათ გადმოგცეს საქართველოს 2 მოქალაქე, რომლებიც დაკავებულები იყვნენ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. მოლაპარაკებაში შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩართული იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. სკოლა, რომელიც მეორე წელი ავტორიზაციის გარეშე რჩება რუსთავში, კერძო სკოლა მილენიუმის ხელმძღვანელობა განათლების სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოებისგან პასუხსელიც. ლიცენზიის აღდგენის მოთხოვნით სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი განაცხადი უკვე შესულია, თუმცა მიმართოს რეაგირება ამ დრომდე არ მოხოლია. სასწავლო დაწესებულებას ავტორიზაცია წინა საარჩევნო პერიოდში შეუჩერეს. მაშინ მიზეზად პოლიტიკური მოტივი დასახელდა. ისეთი ქმედებებია გარხოცილებული, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას ცდება. ცდება თუ არა სამინისტროს კომპეტენციას ერთი წლის წინ პოლიტიკური ნიშნით დახურული სკოლა მილენიუმის საქმის კვლევა მინისტრი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა სამინისტროში სკოლის დირექტორის მიერ შეტანილი წერილი დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სამართლიანობა 1 ოქტომბრის მერე აღდგა, მაშინ როდესაც მასწავლებლებს აღარ ანთავისუფლებენ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით და არ ხორციელდება პოლიტიკური დევნა. სამართლიანობის რეტროაქტიული აღდგენა, ანუ წარსულის გასწორებას, ამას სჭირდება დრო, მოთმინება და კანონის დაცვა სკრუპულოზური. სამინისტროში შეტანილი წერილი მინისტრმა მარგველაშვილმა კვლევისთვის სწორედ იმ უწყებას და ადამიანებს გადაუგზავნა, რომელთაც დირექტორის თქმით თავის დროზე სკოლას ლიცენზია პოლიტიკური ნიშნით შეუჩერეს. ძალიან საინტერესოა კერძო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტმა და კერძო სკოლების ინტერესების დამცველმა როგორ აუწია ხელი პირველმა ასწია და მისცა ბიძგ სხვა დანარჩენ წევრებს, რომ სკოლა შეჩერებოდა ავტორიზაცია. რუსთავის კერძო სკოლა მილენიუმს განათლების სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა აკრედიტაცია 1 წლის წინ შეუჩერა. პირველი მონიტორინგი სკოლაში 2011 წლის ბოლოს განხორციელდა. მაშინ კომისიამ დარღვევები ვერ აღმოაჩინა, თუმცა მეორე დღეს მილენიუმს ლიცენზია მაინც გაუქმეს. ამის მიზეზად სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ბიძინა ივანიშვილთან მისი ოჯახის საქმიან ურთიერთობას ასახელებს. ჩემი მეუღლე გახლავთ ასოციაცია ატუს დირექტორი, რომელიც ასოცირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ეს იყო მიზეზი. იმავე პერიოდში მონიტორინგის შედეგად ავტორიზაციის პრობლემა რუსთავში მე-11 სკოლას შეექმნა, თუმცა საბოლოოდ ავტორიზაცია მხოლოდ მილენიუმს ჩამოართვეს. ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ მიიღო. გადამოწმდა უამრავი კერძო საკანონმდებლო დაწესებულება, რომელსაც ავტორიზაცია ჰქონდა მოპოვებული, მათ შორის იყო სკოლა მილენიუმი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში აღმოჩნდა ხარვეზები, რომელთაც მიხედვითაც დარღვეული იყო ავტორიზაციის სტანდარტები. აღნიშნული დასკვნა განხილული იქნა შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს ხდომაზე. სკოლის დირექტორი სასწავლო დაწესებულებაში არსებულ რიგ დარღვევებს არ უარყოფს, თუმცა მიიჩნევს, რომ სკოლის დახურვის მიზეზი არც ერთი მათგანი არ უნდა გამხდარიყო. უფრო მეტიც მათ ხარვეზების გამოსასწორებელი ვადა არ მისცეს. ავტორიზაციის საბჭომ შემდგომ ხდომაზე ჩათვალა, რომ ხარვეზები, რომელიც იყო დაფიქსირებული, არ იყო გამოსწორებადი და შესაბამისად არ მისცა ამ კონკრეტულ დაწესებულებას ვადა. რუსთავის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლა დღეს უკვე ცარიელია. სკოლის გარეშე 151 მოსწავლე და 50-მდე თანამშრომელია დარჩენილი. პოლიტიკური ნიშნით დახურული სკოლის საქმეს პროკურატურა იძიებს, საქმეს სასამართლოც განიხილავს. განცხადება შესულია განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში, იქ სადაც დღემდე სწორედ ის ადამიანები მუშაობენ, რომლებმაც თავის დროზე სკოლისათვის ლიცენზიის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღეს.
და ჩვენ ისე უბრუნდებით რამდენიმე წუთის წინ გასულ რეპორტაჟს, რომელიც შავ ზღვაში რუსეთის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან წვრთნებს უკავშირდებოდა. რამდენიმე წუთის წინ ამ ფართომასშტაბიან სწავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მე წაგიკითხავთ ახლა ნაწყვეტს ამ განცხადებიდან. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია არ გაავრცელებიათ წვრთნების ჩატარების ხანგრძლივობის და სამხედრო ნაწილების დისლოკაციის ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე. აღნიშნული წვრთნები არის უჩვეულო დაუგეგმავი და სცდება სამხედრო შენაერთების განლაგების ჩვეულ ადგილს, რომელიც შესაბამისობაშია ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ ვენის 2011 წლის დოკუმენტთან. ამასთან მასშტაბურობიდან გამომდინარე წვრთნები ვერ მიიჩნევა მოსალოდნელ საფრთხეზე პროპორციულ რეაგირებად, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განვაგრძობთ გამოშვება საქართველოს თამბაქოს გარეშე 29 მარტს თამბაქოს საწინააღმდეგო დღე აღენიშნება. ჯანდაცვის სამინისტრო წელს თარიღს ახალი კამპანიით შეხვდა. დაიწყო მუშაობა თამბაქოს კონტროლის სპეციალურ სტრატეგიაზე, რომელიც სახელმწიფო კომისიამ უნდა შეიმუშაოს. სტრატეგია ერთ თვეში გახდება ცნობილი. უახლოეს მომავალში სიგარეტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეკლამა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოწევა კი აიკრძალება. თამბაქოს კონტროლზე სახელმწიფო პოლიტიკა მკაცრდება. მთავრობის ამ სტრატეგიაზე მუშაობა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიამ უკვე დაიწყო. 5 წლიანი სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვის შედეგები ჯანდაცვის სამინისტროში მედიას დღეს გააცნეს. მოიცავს რამოდენიმე მიმართულებას, როგორც თამბაქოზე თავის დანებების კონსულტაციას, ჩანაცვლებითი მკურნალობას, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კვეთს შეზღუდვას, თამბაქოს მიწვდომადობის შემცირებას, როგორც გაყიდვის მხრივ, ანუ ბავშვებს არ უნდა კონდეთ მის შეძენის საშუალება. კონვენციის მოთხოვნა არის თამბაქოს სააქციზო ღირებულება გაიწეროს რამოდენიმე წლიანი გეგმა, როგორც შეიცვლება ზრდის მიმართულებით. არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყანაში, რომ გაძლიერდეს ამ მხრივ ღონისძიებები, პირველ რიგში აღსრულდეს ის, რაც უკვე კანონმდებლობაში გაწერილია და სამწუხაროდ არ სრულდება და მეორე მხრივ კიდევ უფრო გამკაცრდეს რიგი სანქციები. კომისიაში აცხადებენ, რომ საქართველოში თამბაქოზე კონტროლის მხრივ ქმედითი ღონისძიებები პირველად ტარდება. პირველი შემთხვევა, როდესაც დეკლარირება, რომ სახელმწიფოსთვის ჯანმრთელობა არის პრიორიტეტული, არ დარჩა ქაღალდზე და მხოლოდ დეკლარირებად და რეალურად გადაიდგა სერიოზული ნაბიჯები. არასამთავრობო სექტორში მთავრობის ახალი სტრატეგია მოსწონთ. ამბობენ, რომ თამბაქოს რეკლამის აკრძალვას და სხვა შეზღუდვებს წლების განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა ამ ბიზნესს ყოფილი მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. არანაირი ნორმა აღარ მოქმედებს იგივე როგორც წარმოებაზე თამბაქოში. არ არის სერტიფიცირება უკვე სავალდებულო, არ არის ვაჭრობა, ასე რომ ვთქვათ, რეგულირებული, ხელშემწყობი გარემო, განაპირობა იმ პოლიტიკური ნების არარსებობამ, რომელიც პირდაპირ გადაჭაჭული იყო ბიზნეს ინტერესებთან და მათი მხრიდან ლობირებასთან. საქართველოს თამბაქოს გარეშე კამპანიის ფარგლებში დღეს სასწავლო დაწესებულებებში საჯარო ლექციები გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტში კი ფოტოგამოფენა გაიხსნა. გაგვაცნეს თუ რატომ არის თამბაქო დამაზიანებელი ბავშვებისათვის, წეველთათვის რა პრევენციები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ საქართველოში უფრო ნაკლებად მოწიონ ახალგაზრდებმა. ვიცოდით რომ ცუდია მოწიოდა რაღაც, მაგრამ ესე კონკრეტულად თუ რას შეიცავს სიგარეტი და ამ შემდეგ ეგეთი რაღაცები ნაღდად არ ვიცოდი, მაგრამ მე ხარ რო გავიგე და შევშინდი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით საქართველოში 16 წლის მოზარდების 16% მწვეველია. ქვეყნის მოსახლეობის მასშტაბით კი ეს მონაცემი 30-35%-ს აღწევს. წელიწადში 11,000-მდე ადამიანი თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით გვხვდება, საიდანაც 3,000 პასიური მწვეველია. და გამოშვების ბოლოს თბილისში მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ფესტივალი დაიწყო Future Shorts, ცოტა ხნის წინ რიყეზე ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი, რომელსაც საფუძველი 2003 წელს ლონდონში ჩაეყარა, ყოველწლიურად მსოფლიოს 90 ქვეყანაში იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს სხვადასხვა კინოაკადემიის ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკაროსანი და ოქროს დათვის მფლობელი ფილმები. რიყიდან თიკა წერეთელს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში. თიკა, როგორ მიმდინარეობს ფესტივალი? უჩვეულო და მრავალფეროვან კინოფესტივალს მას წინობს. ეს არის მუსიკის, კინოსა და ვიზუალური ხელოვნების სინთეზი. დღეს წარმოდგენილი იქნება 7 უცხოელი რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ამ ფილმების უმრავლესობას ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს და ეს არის ფილმები, რომლებიც მსოფლიოს ძალიან ცნობილ კინოფესტივალებზე გაიმარჯვეს. ოფიციალური კინოჩვენების დასრულების შემდეგ მაყურებლის წინაშე წარდგება ცნობილი გერმანელი მუსიკოსი ფონი, რომელიც მეთაურად დღევანდელი ღონისძიებისთვის ჩამოვიდა საქართველოში და ის ჩვენ შემოგთავაზებს სინთეზურ მუსიკას, ხოლო ფონის გამოსვლის შემდეგ ჩვენ ქართულ მუსიკასაც
wide range of ქართულ მსმენელს შევთავაზებთ სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის სინთეზს. საქართველოში პირველად ვარ. ქართველი აუდიტორიის შესახებ ბევრი რამ მსმენია და ერთი სული მაქვს, როდის შევხვდებით. Feature Shores არის ბრიტანული კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების. ტარდება 90 ქვეყანაში სეზონურად 4-ჯერ წელიწადში და ჩვენ გვაქვს ახლა ზამთრის სეზონი აქ, რომელიც არის ოფიციალური პროგრამის კინოჩვენება. 7 ფილმი იქნება, 1 ანიმაცია, 1 მუსიკალური ვიდეო და 5 ფილმი, 1 არის Sundance-ის გამარჯვებული, 1 ოსკარზე ნომინირებული. ძალიან ბევრი მაყურებელია მოსული. მე მოკლედ ჩამოგიტყვით იმ ფილმებს, რომლებსაც დღეს ჩვენ აღვიხილავთ, რამდენიმე წუთში დაიწყება ფილმების ჩვენება. დღეს ჩვენ ვნახავთ პატრიკ ეკლუნდის შემოდგომის თესლებს. ეს არის ფილმი, რომელმაც პრაღის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალზე 2010 წელს ჟურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. აგრეთვე წარმოდგენილი იქნება Sundance-ის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი კენიური ფილმი თევზაობა ბადის გარეშე. ვიხილავთ ტომ შროდერის დოკუმენტურ ფილმსაც, იქნება ნაჩვენები ჩეხი რეჟისორის ბრაიან ლაის სიყვარულის ბუდა. სულ დღევანდელ კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება 7 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და კინოფესტივალი, რომელსაც ორგანიზატორები ამბობენ, არ აქვს არც წესები, არც შეზღუდვები. დღეს გვიან ღამემდე გაგრძელდება და სინთეზური მუსიკის დასრულება. ეს იყო თიკა წერეთელი და პირდაპირ ჩართვარი ყედან, სადაც ცოტა ხნის წინ ფესტივალი გაიხსნა. ახლა კი მთავარი კითხვის ანონსი ნინო ვარდოსაინძე გაგვაცნობს, ვინ იქნებიან დღეს გადაცემის სტუმრები. ნინო, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა. დაპირისპირება თბილისის საკრებულოში რატომ გახდა საჭირო ზაალ სამადაშვილის გადაყენების მოთხოვნის დაყენება და შემდეგ მისი კვლავ დატოვება თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის მიერ. რა მოხდა დღეს საკრებულოში, რისი ეშინია ნაციონალურ მოძრაობას და გაცვლიან თუ არა ადგილებს უმცირესობა და უმრავლესობა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ფრაქცია ქართული ოცნება თბილისის თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში საქართველოს შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეღავათები გაუქმდეს. ამის მიზეზი კი არის შრომის კოდექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება. როდის განიხილავს პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს და არის თუ არა მასში გათვალისწინებული დასაქმებულების და დამსაქმებლების ინტერესები. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება გუგული მაღრაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და გადაცემის მესამე ნაწილში შუალედური არჩევნები და კანდიდატი, რომელიც ყველაზე კონკურენტულ ოლქში ნაძალადევის რაიონში იყრის კენჭს, კახა კუკავა იქნება ჩვენი სტუმარი. გმადლობთ ნინო ვარდოსაინძემ გაგვაცნო მთავარი კითხვის დღევანდელი ანონსი. ასეთი იყო დღის თემები საღამოს 9 საათისთვის. მე ორშაბათამდე დაგემშვიდობებით. მე ხალხის საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში მუშაობას ღამის 12 საათზე განაახილეს.